მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება links. ესე იგი ჩვენ აქამდე ასე რომ ვთქვათ, გავიარეთ წინა ლექციას დავუთმეთ ლისტებს და ჯენერიკებს და ჩვენ ავხსენით, რომ არსებობს თუმე ესეთი კოლექციათა ტიპი, ლისტი, რომელთაც შეგვიძლია ჩვენ რომ შევინახოთ მონაცემები და არა მარტო ლისტი ახსენეთ, ჩვენ დიქშენერიც გავიარეთ და ბევრი დიქშენერი განვიხილეთ და ლისტი და მაგათი ბევრი მეთოდები ძალიან და ერთგვარად წარმოდგენა შეგვიქმნა, რომ თუ კი რაღაცა ისეთი მონაცემების შენახვა სურს, რომელიც ასე ვთქვათ, манипуляცია მარტივად შემეძლება, ელემენტარული უნდა დავამატო ელემენტი, როცა მომიდება. და მასივის შემთხვევაში ეგრე მარტივად არ იყო საქმე, ვერ ვამატებდი, ხო? ლისტის შემთხვევაში ვერ ვთქვა მარტივი იყო. დიქშენერიზე ჩვენ გავიარეთ, რომ key და value წყვილის key და value არის დიქშენერიში ლისტის განსხვავებით და ერთგვარად პლუსი, რაღაცა პლუსი მაინც აქვს. და მანდ თავარი არის არა ინდექსი, არამედ key და key-თ ვეძებთ რაღაც კონკრეტულებს. და დღეს მინდა რომ თვითონ კოლექციებთან დაკავშირებით განვიხილოთ რაღაცა მეთოდები, იმიტომ რომ კოლექციაში ინახება ბევრი მონაცემი, ზოგადად ყველაფერი კოლექციაში არის ხოლმე ბოლოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ცოტა მოვლენებს რო წინ გავუსროთ, ყველაფერი არის დაკავშირებული მონაცემთა ბაზასთან და ეს მონაცემთა ბაზა ნებისმიერი საიტი რო აიღო, ნებისმიერი საიტის backend development-ი, მონაცემთა ბაზის გარშე ვერ ფუნქციონირებს, შეუძლებელია. ხო და მონაცემთა ბაზიდან რომ მოდის ეს ინფორმაცია, დავუშვათ მომხმარებლების ინფორმაცია. საიტზე ვინც დარეგისტრირდა, ხო? ამათი მომხმარებლების ინფორმაცია რამდენი მონაცემია, ხო? და ეს ყველაფერი SQL-დან, მონაცემთა ბაზიდან როცა მოდის, ჩვენთან მოდის როგორც კოლექცია. და ჩვენ თუ არ გვეცოდინება მე ამ მონაცემებზე როგორ ვიმუშაოთ, როგორ გავფილტროთ, როგორ დავსორტოთ, როგორ დავალაგოთ დადობით, კლებადობით, კიდე რაღაცა დავაჯგუფო, შევაერთო ერთი მეორესთან, თუ ესენი არ გვეცოდინება, მაშინ ბევრ რამეს ვერ ვიზავთ. და ასე ვთქვათ, აუცილებელია რომ ეგ მეთოდები ვისწავლოთ. ამისთვის არსებობს ესეთი თვითონ ესეთი ხელსაწყო ჩვენთან C#-ში, ეს არის ლინკი. ლინკი ითარგმნება, ეს ლინკი ითარგმნება როგორც language integrated query. ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული სინტაქსი აქვს მას და ძალიან გავს SQL-ის სინტაქსს. SQL-ი არის, ასე ვთქვათ, ენა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ მონაცემთა ბაზებთან ვიმუშაოთ და ეს ლინკიც ძალიან გავს მას და დღეს გავეცნობით კარგად როგორ იწერება, როგორ ვმუშაობთ ლინკით და როგორ შეგვიძლია ეს დავაკავშიროთ კონკრეტულ კოლექციასთან. მოდი მაგალითად დავიწყოთ ესეთი რაღაცა, რომ გქონდეს რაღაცა ლისტი და ამ ლისტზე ვიმუშაოთ. ეს ჩვენი გაკვეთილი რა. დავუშვათ გქონდეს სტუდენტების ლისტი. და ვიღაც სტუდენტები ყავდეს. ეხა სტუდენტი რომ ყავდეს, ჯერ კლასი უნდა გქონდეს, ხო სტუდენტის. ისე ვერ გამოვა ვერაფერი. მივიდეთ, კლასთან მივიდეთ და შევქმნათ student class. ეხლა ლისტი ხო მინდა, ესე იგი სტუდენტები მინდა რომ მქონდეს, ხო? რავი სტუდენტს რა უნდა გქონდეს? სახელი და ასაკი გქონდეს მარტო რა. მეტი არ გქონდეს არაფერი. მოდი ასაკი გქონდეს და public string name გქონდეს. მოდი ვადაცები არ გავაკეთოთ ახლა ამ შემთხვევაში, რომ age 0
რაღაც უარყოფითი არ შეწეროს და რაღაც. აი, არ გვინდა, უბრალოდ თავი ყურადღება გქონდეს იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ რა, ლინკთან დაკავშირებით. ნუ სტუდენტი ესეთი უნდა იყოს, name და age. მოდი ერთი კონსტრუქტორიც მივაყოლოთ. ამ კონსტრუქტორს სად ეწევთ მნიშვნელობა არა. გინდ ზემოთ, გინდ ქვემოთ, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს მაინც ავტომატურად კითხულობს მეთოდს. თუ გადაეცემა მას name და age, okay, დავწეროთ string name int age და ნუ this-ებით this წერტილი name უდრის name, this age უდრის age. This-ი ჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ სახელები ეხა ემთხოვდა რომ გავაკეთებინა. კაი. ნუ მე საკმარისია მეტი არაფერი არ მინდა აქ სტუდენტში. შევიდეთ. კაი, ეხა მე მინდა რომ გავაკეთო ლისტი. ანუ კოლექცია, რომელშიც შევინახავ სტუდენტებს რა. რა სტუდენტებიც ყავს, რა სტუდენტებიც გვეყოლება ჩვენ. ეხა ჯერ ლისტი უნდა გავაკეთო. წერ ლისტს. list ნაკლობის ნიშანი, მეტობის ნიშანი. ეხლა, აქ ჩვენ ვუთითებთ, რა თქმა უნდა, რა ტიპის მონაცემები უნდა იყოს. როცა ვამბობთ ტიპს, ესე იგი ჩვენ გვინდა იყოს კოლექცია, რომელშიც იქნება სტუდენტები. და თუ კი სტუდენტები იქნება, ესე იგი ლისტი რა ტიპის უნდა იყოს? Student ტიპის. იმიტომ რომ ლისტში აუცილებლად უნდა იყოს სტუდენტები. ინტი და რაღაცები არა. სტუდენტი. აი ეს. მერე ცვალდის მე რაღაცა students მაგალითად უდრის new list student. ჩავუდგოთ. ანუ შევქმნი ახლა ლისტი სტუდენტების სია ესეთი რაღაცა, ალბათ, სტუდენტების სია, სტუდენტები, კოლექცია, რომელშიც ახლა ჯერჯერობით არავინ არ ჩამისვას. არც ერთი სტუდენტი. ახლა როგორ ვამატებ, ხო? ლისტში add გვახსოვს, ხო? Students წერტილი add. აქ უნდა დავამატო ახლა სტუდენტი. ესე იგი ობიექტი სტუდენტის ობიექტი, ხო? სტუდენტი კლასია და მისი ობიექტი უნდა დავწერო. ესე იგი new student და გადავცეთ ახლა აქ რა თქმა უნდა რაც გსურს, ხო? დავუშვათ ნინო და სტუდენტი რადგან არის, დავუშვათ იყოს 21 წლის, მაგალითად. ესე დაემატება ნინო. ნუ მე შეგვიძლია რომ ჩვენ დავამატოთ სხვა ისიც, ხო? იორგი 22 წლის იყოს ეს. კიდე სხვა დავამატოთ. ვიცი. ანა, რომელიც არის 20 წლის. ნუ ესეთი სტუდენტები შეგვიძლია დავამატოთ. ანუ ვიღებ ლისტს. ეს ლისტი გვაქვს. რომელშიც მოთავსებული არის ხა 3 სტუდენტი. ეხლა კითხვა ჩნდება. რავი, აქ პირდაპირ ვერ დავამატებდი? რა თქმა ამდენი ის ედის გამოყენება ამდენჯერ. და რა თქმა უნდა, სწორადაც, ანუ თუ მაგ კითხვას დასავლით თქვენ გონებაში, სწორადაც მოგცემულ ხართ, იმიტომ რომ აქ შემილია პირდაპირ რომ დავამატო. ეს ფშხილები არ მინდა. ან რავი, შეიძლება ესეც იყოს და ესეთი ფიგურულ ფშხილებში პირდაპირ აი აქ მოვათავსებ იმ სტუდენტებს. ანუ new student 21 new student ესეც გიორგი 22 და ეს ძიმებით უნდა გამოიყოს. აჰა. პირდაპირ დავამატე. აქ. აღარ მჭირდება ასე ვთქვათ რაღაცა ედის გამოყენება. პირდაპირ ვამატე. კაი, შევქმნი ახლა ჩემი სტუდენტების სია. ნუ ჯერჯერობის 3 სკოლას. ეხლა მაგალითად მინდა რომ ვიპოვო ისეთი სტუდენტები რომლის ასაკიც 20-ზე მეტია. ანუ ამ შემთხვევაში გიორგი და ნინო ჩაჯდებოდა. ანა არ ჩაჯდებოდა. ანა 20 წლის არის. ეხლა როგორ ვიქცევ? წერანაც გითხარით, ვიყენებ links.
ესე იგი ლინკი არის წეგან როგორც ქვია language integrate query, ესე იგი რაღაცა კონკრეტული სინტაქსი აქვს მას და ამ სინტაქსით მე შემეძლება რომ ვიმუშაო მონაცემებზე და манипуляცია გავაკეთო, ზოგჯერ გავფილტრო, ზოგჯერ დავალაგო რაღაცის მიხედვით და ასე შემდეგ. ასე რომ ეხლა სინტაქსი როგორ არის? ამ links გააჩნია ორი სინტაქსი. ანუ ორნაირად შეგვიძლია დავწეროთ. ერთი ეს არის query syntax. მეორე არის method syntax. ანუ ან ერთს იყენებ, ან მეორეს. როგორც თქვენ გაგიხარდებათ. ოღონდ ზოგ მეთოდს მაგალითად არ აქვს query syntax-ი და პირდაპირ method syntax-ი აქვს. ზოგი ეგეთიც არის რა. მაგრამ მოდი გავარჩიოთ. ეს პირველი მეთოდი რაც არის გაფილტრა. ანუ ვიპოვოთ აქედან ისეთი ელემენტები, რომელიც ასაკის 20-ზე, რომელიც ასაკიც არის 20-ზე მეტი. ხო? და როცა მინდა გაფილტრა, ამისთვის ვიყენებ wheres. Where keyword-ია. ეხლა, მოდი ჯერ პირველ სინტაქსს განახებთ, query syntax. ესე იგი, იწყება ესე. From მე ვარქმევ რაღაცა ცვალած სახელს, მოდი student ერქვას. In students, ანუ from student in students, ანუ სტუდენტებიდან, student არის ის კონკრეტული სტუდენტი, რომელიც არის ანეს, კონკრეტული მათგანი. აი, მარტო წარმოვიდგინოთ for loop-ში რომ რაღაცა students index-ად i რო იქნებოდა რა, ეგეთი ამ შემთხვევაში student ეგ არის. თითოეული სტუდენტი. From student in students და ესეთი სინტაქსი აქვს. ანუ კი აქაც შეგიძლია რომ გააგრძელო. აი ესე პირდაპირ შეგიძლია დაწერო. მაგრამ ქვემოთ ჩამოგვაქვს enter-ით. და ვწერთ. Where და იწყებ. Where რა? ანუ გამიფილტრე რაღაც სტუდენტისგან, სადაც და რა, მაგალითად ასაკი არის 20-ზე მეტი, ხო? ესე იგი student ხო არის კონკრეტული სტუდენტი. ესე იგი student წერტილი ასაკი, age მეტია 20-ზე. და ამის მერე რომ თუ გინდა რომ წამოიღოს ეს მონაცემები, ეს კონკრეტული სტუდენტები. ქვემოთ ჩამოგვაქვს, ну შეგვიძლია აქაც გააგრძელო, მაგრამ უბრალოდ სინტაქსს განახებთ რა. სინტაქსს რა, სწორად ჩაწერას. ანუ რო გააგრძელოთ ეხლა და მთელ ხაზზე რო წეროთ, ეგეც პრობლემა არ არის. უბრალოდ თვალ რო შეეჩვიოს და დასანახებთ რომ კარგი იყოს, ამისთვის ესეთი ის არის. Where student age მეტია 20-ზე და მერე აქ select student. ეს. ეხლა ამან ასე ვთქვათ, დამიწერა ერორი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოათავსო ცვლადში. ისე არ გამოვა. ანუ დამისელექტეო რო ეუნები და რაღაცა, ხო ჭირდება ამას, ასე ვთქვათ, ცვლადში შენახვა. მონაცემია და მაგითო იფილტრება. აი თუმცა ეს შეგიძლია რომ ცვლადში მოათავსო. ამისთვის ვიყენებ vars. ვარი რატო? ზოგადად ეს ლინკი როცა ფილტრავს, მოდი ცოტა უფრო კარგად დაგანახოთ მოიცადე. ესე იყოს. ეს. ესე იგი, სტუდენტის ლისტიდან, როცა ვფილტრავ მე, ესე იგი რაღაცა მონაცემები შეიძლება დაიკარგოს, ხო? ამ შემთხვევაში, ესე იგი, მაგალითად ახლა ანა აქ არ ჩაჯდება, ხო? ესე იგი იქნება გიორგი და ნინო. როცა რეზულტატი ცვლადში ინახება, ზოგადად ეს როცა იფილტრება და როცა ბრუნდება შედეგი, ეს აბრუნებს INumerable კოლექციათა ტიპს. INumerable აი რეზულტატი რომ მოხვდეთ, რომ მივიდანოთ, INumerable ესეთი კოლექციათა ტიპია, რომელიც
არის ანუ ლინკის ნებისმიერი მეთოდი აბრუნებს i-numerable ტიპის მონაცემს. ეს არის კოლექციათა ტიპი, როგორც ლისტია, ისე არის i-numerable. ოღონდ გარკვეული შეზღუდვები აქვს ამას რა. მაგდათ ეხა ვარი რო დავწერე მე. ვარი იმიტომ დავწერე, რომ i-numerable რო არ დამეწერა ესე პირდაპირ შემეძლო, ანუ შემიძლია პირდაპირ ვარი დავწერო რა. მაგრამ აქ ვარის მაგივრადაც შემეძლო ხა დამეწერა, რომ i-numerable და აქ დამეწერა students ტიპი. და იგივე იქნებოდა. ანუ ლინკი მიბრუნებს i-numerable ტიპის მას რა ქვია? i-numerable კოლექციათა ტიპს, კოლექციას უბრალოდ. რომელიც არის students ტიპის. ანუ თითოეული ამ კოლექციის თითოეული ელემენტი არის student ტიპის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას ესე არ წერთ ხოლმე და პირდაპირ ვარს წერთ ხოლმე რა. მაგრამ ასე ვთქვათ, ამის წერას პირდაპირ ვარს დავწერ ხოლმე. თან ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, რომ ზოგმა მეთოდმა შეიძლება ან i-numerable დააბრუნოს, ან სხვა რამე დააბრუნოს და მე რო არ ვიცი რა ბრუნდება, ამიტომაც ვარს ვიყენებ ხოლმე. ამ შემთხვევაში. რომ რაც დაბრუნდება, ეგ ტიპი იყოს. და ნუ i-numerable ტიპის არის და ეხლა ჩვენ რო მივიდეთ რეზულტატთან და წერტილს რო ვთქვათ, მივიდეთ და რაღაცები ვნახოთ. ოკეი, რაღაც მეთოდები აქვს, ხო? მაგრამ ნახეთ, ლისტი რო არ არის, ნახე როგორ ეტყობა. ეთი არ აქვს. ანუ i-numerable-ში ვერ დაამატებ ახალ მონაცემს. ვერც წავშლი. ვერც ასე ვთქვათ, რაღაცას თუნდაც ლისტს რაც აქვს რა, თუნდაც count-ი აქვს. კი, count-ი, არა, count-იც არ აქვს. links-ი აქვს, ანუ ის count-ი სხვა count-ი არის. ეს count-ი არის რაოდენობას აბრუნებს სხვა რაღაცის რა. მაგრამ ზოგადად რომ ვნახოთ, links-ი არ აქვს. ამ count-ს მე შევიხებით. აი, contains და რაღაცები აქვს. მაგრამ როგორც რაღაცა სრულფასოვანი კოლექცია, ისე ვერ წარმოგვიდგება ეს i-numerable. ეს i-numerable არის დროებითი რაღაცა კოლექცია და ტიპი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად დალუპვის დროს. ძალიან კაია ლუპის დროს. იმიტომ რომ როცა ვლუპავ i-numerables, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო სწრაფი არის შედეგის ყუთით, ვიდრე list-ს როცა ვლუპავ. ლუპის დროს შეგიძლია რომ პირდაპირ for each დაწერო და var item in results და avaris მაგალითად შეგიძლია სტუდენტი დაწერო პირდაპირ და დაპრინტო რაღაცა დავუშვათ item წერტილი დავუშვათ name. და მოდი გავიგოთ ეხა რომელი ადამიანები დარჩნენ ეხა ამ C-დან რა. ჩვენ რო გავუშვათ დავინახავთ რომ ჩვენი ანა აღარ გვყავს. ნინო და გიორგი. ანუ გაიფილტრა ამ რეზულტატს, ანუ i-numerable კოლექციათა ტიპში ჩაეწერა მარტო გიორგი და ნინო და მე ნუ for loop-ით დავუარეთ. მე მგონი ამას for loop-ი არ აქვს. For loop-ი იმიტომ არ ექნება რომ links-ი არ აქვს და მაგიტომაც ვერ დალუპავ ესე. ანუ for loop-ს ვერ გამოიყენებ. ანუ როგორ ანუ ცუდად თქვი თვითონ ქართულად რა. loop-ს ვერ გამოიყენებ. for each-ს კი. for loop-ს ვერ გამოიყენებ, for each-ს გამოიყენებ. ეს არის ერთი ჩანაწერი, აი ესეთი ჩანაწერი. ეს არის query syntax. From student in students am students ეხა სახელი მე დავარქვით, თორე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ რამე დაგერქვიათ. მაგალითად პავლე შემიძლია დამერქვია და მაშინ ყველგან პავლე დამეწერე. პავლე იქნებოდა აქ. პავლეში იგულისხმება ის კონკრეტული სტუდენტი. აი ეს და ეს. From student in students ეს აუცილებელია რომ აქედან მომაქვს და მე ვაკეთებ where's. სადაც
student.age მეტია 20. ეხლა age-ი პირდაპირ ეს age ვერ დავწერთ, იმიტომ რომ age-ი არ ვიცი რა არის. მაგრამ student-ის age-ი ვიცი რაც არის. სტუდენტი ხო კონკრეტულად ობიექტია, კონკრეტულად ის სტუდენტია. და გავფილტრე იმის მიხედვით, რომ აი age-ი თუ არის მეტი 20. და ეს select student ეს აუცილებელია ბოლოში, რომ დამებრუნოს. ჩაწეროს ამაში. ამ enumerable მაშინ რა ქვია კოლექციაში. ეს არის ერთი. და მე რა შეიძლება პირდაპირ რომ ეს რაც არის რეზულტატი. ეს ხო აბრუნებს enumerable-ს და მე იციან ხოლმე ამის გადაყვანა ლისტში. მაგალითად მე შეიძლება დაწერო რომ დავუშვათ var result 2 უდრის result წერტილი to list. To list არის ესეთი მეთოდი, რომელიც გადაიყვანს ამ enumerable კოლექციას წარმოგვიდგენს როგორც lists და result 2-ში შემიძლია შევინახო ხა ეს. და მე უკვე ამ რეზულტატი. მე ამ ასე ვთქვათ, ამაზე შემიძლია манипуляცია რაღაცების დამატება, ხო? add, remove. იმიტომ რომ ლისტია ეს. ეწეღან enumerable-ზე, enumerable კოლექციაზე ვერ ვაკეთებდი მაგას. ასე რომ ზოგჯერ შეგვიძლია რომ გადავიყვანოთ ეს ლისტში რა. ეს. და ხშირად ვაკეთებ ხოლმე ეგრე. ეს არის query syntax. ეხლა განახილოთ method syntax. Method syntax-ი პირად უფრო მარტივად გამოიყურება ჩემთვის პირადად. შეიძლება ზოგისთვის ხონერად იყოს. მოდი ეხლა ამას დავაკომენტარებ და გავაკეთოთ method syntax-ით. ესე იგი var result უდრის და პირდაპირ ესე ვწერ. Students წერტილი where ჩხილოსხსნი ესე და აქ ვაკეთებ. აი where-ის ფრჩხილებში ვაკეთებ ხა რაღაცებს. როგორ სინტაქსია, ნახე? წერ ეხა ეს აქ where-ში არის ანონიმური მეთოდი ჩაწერილი. მაგალითად დავუშვათ student, დავარქვათ მაგ ცვლად სტუდენტი, უდრისი და მეტობა. ესეთი რაღაცა ჩანაწერია ამ ფრჩხილებში student უდრისი მეტობა და აი აქ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ რომ დავუშვათ student წერტილი age თუ არის მეტი 20. ანუ ეს სტუდენტიდან გამიფილტრე ისეთი სტუდენტი რომლის age არის მეტი 20-ზე. ანუ აბრუნებს lambda expression-ი ქვია ამას. მაგას კიდე ცალკე ლექცია მექნება ანონიმურ მეთოდებზე და lambda expression-ებზე. სადაც მოდი ჯერ უბრალოდ ეს დავიმახსოვროთ რომ წერთ აი ამ ასეთ რაღაცას. მე მგონი აქ ფრჩხილებიც რო დავუწეროთ, პრობლემა არ არის. აი რაღაცნაირად იმას გავს მეთოდია ერთგვარი, რომელიც აბრუნებს ისეთ სტუდენტებს, რომლის age-იც არის მეტი 20-ზე. ეს არის მოკლე ჩანაწერი. აი ესეთი ჩანაწერია. ერთხაზიანი. მაგრამ შენ შეგიძლია როგორ წერო, იცი? ეს ფრჩხილები ხო გაქვს? უდრისი მეტობა და აქ ფიგურული ფრჩხილები დაწერო. და მაგრამ lambda expression-ზე შეიძლება არ გამოვიდეს. მაგაზე მე ცალკე ლექციას კიდე დავუთმობ, ანუ ეხა დელეგატებზე გადავდივარ და დელეგატები არ მინდა რომ ეხა აქ გავდივ. მაგრამ უბრალოდ სინტაქსი დავიმახსოვროთ, რომ წერთ students, შეგიძლიათ ფრჩხილი დაწეროთ, შეგიძლიათ ფრჩხილების გარეშე, უდრისი მეტობა და აქ წერთ რა დაბრუნდეს, ესე იგი ისეთები, რომლის ასაკი არის მეტი 20-ზე. და იგივე იქნება ზუსტად. ეს რო დავაკომენტარო, პარემ მოვხსნათ. აი ეს. მე ვიღებ ზუსტად იგივეს. ანა აღარ გვექნება. ამავდროულად თუ კი list ადგინა გადაქცეო, პირდაპირ შეგიძლია აქ წერილი დავუმატო და to list გადააქციო. ნახე, თუ როცა წერ ბევრი ის აქვს რა.
თუ array მასივში შეგვიძლია რომ გადააქციო. თუ dictionary, თუ hash set-ი, თუ list-ი და ბევრი სხვა რაღაცებიც არის რა. ბევრი სხვა ლისტია. კოლექცია. ძირითადად თულის ვიყენებთ ხოლმე. აი ეს. და ვსო, ეს რეზულტატი უკვე არის list. ნახეთ, რომ იტან რეზულტატი, ესე იგი local variable არის list-ი student ტიპის. ანუ ორგვარად, ერთი ესე შეგვიძლია, მეორე ესე შეგვიძლია. თქვენ რომელიც გაგიხარდებათ, ისეთი სინტაქსით შეგიძლიათ დაწეროთ. გაფილტრო. აბა თუ არის რამე კითხვა. ამასთან დაკავშირებით. მოიცა შემოვხედო. ოკეი. კარგი, აბას უსმენ. age რატომ აღარ გამოაქვს? ხო, ნახე. ესე იგი, ამან დააბრუნა ისეთი სტუდენტები, რომლის ასაკიც არის 20-ზე მეტი. ანუ ეგეთ სტუდენტები დააბრუნა. ესე იგი, დააბრუნა გიორგი და დააბრუნა ნინო. ორივე სტუდენტია, ხო? ხო, ნახე, age იმიტომ არ გამოვაქვს, რომ მე არ ვუთხარი, რომ დამიწერეთ ხო, თორე ამ აიტემს ხა, ეს აიტემი ხო კონკრეტული სტუდენტია. ამ აიტემს გააჩნია სახელიც და ასაკიც. აი, მოთუ უნდა იმას ვიზო რა ქვია. აი აქ დავწეროთ item name და ძიმე დავწეროთ და item age. ანუ ეს item კონკრეტული სტუდენტია. სტუდენტს გააჩნია სახელი, ასაკი. ოღონდ ჩვენ მე არ გქონდა დაწერილი თორე. ეხლა დაგვიწერს ნინო 21 წლის, გიორგი 22 წლის. ხტი? ანუ ორი გიორგი რო იყოს 22 წლის, მაგიტო ვიკითხეო. ორი გიორგი რო იყოს 22 წლის, ორივე იზავდა. ორივეზე დაილოგებოდა. გიორგი 22 წლის, გიორგი 22 წლის. იმიტომ რომ სხვა ადამიანებია. ლისტში ორი გიორგი ორივე 22 წლის ხო შეიძლება რომ იყოს. და ჯობად დაილოგებოდა. ოკეი. კარგი. ოღონდ ეს არ არის მაინც და მაინც იმაზე რიცხვზე. მაგალითად ისეთი ის უთხრათ. ისეთი აი დავუშვათ ერთი გიორგი კიდე მყავდეს. კიდე მყავდეს. და 25 წლის იყოს მაგალითად ეს. და მარტო გიორგი დაგვიბრუნდეს. ანუ ისეთი სტუდენტები, რომლის სახელიც არის გიორგი. ამ შემთხვევაში როგორ ვიზავდი? What result უდრის student where student წერტილი name თუ უდრის, ოღონდ ორი უდრისი გვჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ შედარება აქვს. თუ უდრის გიორგის. და დამიბრუნდეს ახლა მხოლოდ გიორგებს. გიორგი 22 წლის, გიორგი 25 წლის. ეხლა ნახეთ როგორ შეგიძლიათ რომ ისქნათ გატესტოთ, რომ for loop-ითაც რო არ დავუვაროთ. აი აქ აქ ხო არის აი ესეთი მარცხნივ თუ დაინახავთ ესეთი წრისის რო აქ რა. აქ შეგიძლიათ დასვათ. მაგალითად აქიდან დაიწყოს და აქამდე მოურჩეს. ანუ თქვენ აქამდე მოურჩეს. ეს არის გაშვება დებაგერით, ანუ განახებს პროგრამა კონკრეტულად ჯერ ნუ ეს დაიპრინტა ჩვეულებრივად, კარგი. მერე კაი კონტინიუ მოხდა. ნამეჭდე. ხო შეგვიშალა რაღაც. მეჭდე ესე არ მინდა. ესე გავუშვათ. ხო. ამ შემთხვევაში ეხა აქ არის გაჩერებული პროგრამა და რეზულტატთან რომ მივიდეთ ჩვენ. ნახე? რეზულტატთან როცა მივდივარ, count-ი უდრის 2-სო. აჰა, ესე იგი სიგრძე აქ 2 სტოდიო. აბა შევიხედოთ. ამაში აქ მივიდეთ. აჰა, პირველი ელემენტიც არის ეს სტუდენტიო, მეორე სტუდენტია. ეხა აქ შევიდეთ. age 22 წლის, სახელი გიორგიო. მოდი ეხა მეორეში შევიდეთ.
age 25 წლის, სახელად გიორგიო. ასე რომ აქ როცა მას იზავთ, რა ქვია, დასვავთ. თქვენ გიჩვენებთ, ანუ იქამდე, ანუ ეს გაჩერებული იქნება პროგრამა ახლა რა. გაჩერებული იქნება პროგრამა, სანამ ეს არ გადაილახება ეს ისა ახლა. მე აქ გავჩერდი და ახლა მაგალითად თქვენ აქ რო რაღაცა იყოს დაპრინტული, ვერ დაიპრინტება. მაგალითად ახლა აქ რო რაღაცა მქონდეს დაპრინტული. Hello World, ხო? გავუშვათ, მოდი. აი ნახე, პროგრამა არის გაჩერებული ამ ხაზამდე. ამ ხაზამდეა გაჩერებული. ამ წაიკითხა ესენი. ანუ ჯერ აქამდე არ არის მოსული. და შეგიძლია continuity ის ქნა რომ გააგრძელოს. და წესდარიგით მე უკვე Hello World-იც გაეშვა. ჩოლბოთ აი აქ. ეს. ასე რომ ესე შეგიძლიათ რაღაცნაირად ნახოთ. გაშვები, ანუ იმ მომენტში რა ხდება რეზულტატში. კი ესე აი აქ ეხა აქ რომ მივიდე და აქ რომ ვნახო ეგრე ჯობია, მაგრამ ანუ ან კონსოლში რომ ვნახო ლისტის ისინი ჯობია, მაგრამ ნუ ეგეთი შესაძლებლობა არ გვაქვს და თუ კონსოლში მინდა ნახვა, ლუპით ვუვლი ხოლმე რა. რომ ვნახო რეზულტატის კონკრეტული ელემენტები. ეს ხო ვეარდ. ეს ხო არის, ეს გაფილტრა. ანუ არ დაგვაუვიწყდეს რომ ვიყენებთ ორ უდრის სტრინგებთან მუშაობის დროს, ანუ როცა მინდა რომ შევადარო. და რიცხვებზე, რავი, ჩავბივათ. რიცხვებზე ჩავბივათ. ან მეტყობას გამოიყენებ, ან მანდაც ორი უდრის, რა ვიცი. ან ნაკლებობა რა. და ნებისმიერს იზავს. ეხლა მოდი გავაგრძელოთ. მეორე ესეთი მეთოდი არის select. მოდი აქ დავწეროთ. პირველი ეს არის where, ანუ უბრალოდ დავარქვი, რომ ეს იყოს პირველი მეთოდი, რაც ჩვენ გავიარეთ. თუ არა ესე არ არის, რომ ჯერ ეს არის და მერე ეს არის, არა. მოდი ახლა გავնიხილოთ მეორე. ეს არის select. select ლინკში არის გარდაქმნა. მაგალითად, აი ესეთი ლისტი როცა მაქვს და მინდა მაგალითად რომ გარდავქმნა ახლა ეს ლისტი. ანუ აქ უეჭველი ლისტი ბრუნდება. რაც იყო. აი ეს სტუდენტს ხო იყო? სადაც სტუდენტებია, ხო, 4 წლის სტუდენტი. აქ შენ ვერ გაფილტრავ. აქ შენ 4-ის მაგრად 3-ს ვერ დააბრუნებ, 3 ელემენტს. ეგრე ვერ იზავ. მაგრამ შენ აქ გარდაქმნი. ანუ აქიდან ამ 4 სტუდენტიდან იღებ და გარდაქმნი ამ 4 სტუდენტს. და როგორ შეიძლება გარდაქმნო? აი მაგალითად ესეთი კითხვა რო დავსვათ. 10 წლის მერე ეს სტუდენტები ამ სტუდენტებს რამხელა ანუ როგორ იქნებიან რა? ესე იგი ნინო უნდა იყოს 31 წლის, გიორგი 32 წლის, ანა 30 წლის და გიორგი 35 წლის, ხო? ანუ მინდა რომ ისეთი მონაცემები მქონდეს, ანუ 10 წლის მერე დროინდელი მონაცემები ამ სტუდენტების. აიდოთ ესე ვწერთ. დავიწყოთ. უბრალოდ ეს მინდა რომ ჩანდეს და მოდი ზემოთ დავწეროთ რა. იყოს ესე არა უშავს. დავიწყოთ. ეს იგი students, ნუ ორი გზა არის, ხო? როგორც ახლა ვთქვი. ერთი მათგანი. from ნუ მოდი სხვაში შევინახოთ პირდაპირ რა. უკვე აღარ პირდაპირ სხვაში მოვათავსებ, varში მოვათავსებ. var students after years მაგალითად არ ვიცი. უდრის და დავიწყოთ. from student in students თან ახეთ enter-ს დავაწვევ პირდაპირ აქ ჩამოდის. უკვე ამასთან არის დაკავშირებული.
ესეთი სინტაქსი აქვს. და პირდაპირ select და ახშენ წერ რა დაბრუნდეს. ანუ როგორ დააბრუნო? ანუ როგორ ის დააბრუნო რა? შენ შეგიძლია ეს გარდაქმნა ეხა სტუდენტები და დავშვათ მარტო სახელები დააბრუნო. ანუ გარდაქმნა ეხა ეს სტუდენტები და ასაკი აღარ მეუწერო. მაგალითად პირდაპირ select student წერტილი name. და მოდი for-ით დავუვაროთ. და console write line item წერტილი item იდეაში უკვე არის ხო, უკვე შენ რო გარდაქმენი უკვე ის კონკრეტული მათგანი აი ესენი სტუდენტები კი აღარ არის, უკვე არის string-ი. ანუ შენ როცა ამბობ რომ გარდავქმნათ ეს ასე ვთქვათ მონაცემი, ეს ლისტი გარდავქმნათ და ამ ლისტში აქამდე თუ იყო სტუდენტები, ეხა იყოს მარტო სტუდენტების სახელები. ანუ სტუდენტის ლისტი, სტუდენტის ობიექტი კი აღარ იყოს მარტო სახელი. და სტუდენტელი name იყოს string-ია. და ეხა ჩვენ მივიღეთ ისეთი კოლექცია, რომელშიც არის მხოლოდ ამ სტუდენტების სახელები. ესე იგი ნინო, გიორგი, ანა და გიორგი. და რო გავუშვათ ეხა. მივიღებ ნინო, გიორგი, ანა, გიორგი. იმიტომ რომ ეს კონკრეტულად აი ეს აიტემი არის string-ი. ის კონკრეტული ტექსტია. აი მარტივად რო ვნახოთ, მოდი თუ გინდა მივიდეთ დებელერით გავუშვათ. Student after years-თან რომ მივიდეთ. ნახე? view-ში ესე ვერ შემოვა, მოწოდე. years. ან ამასთან რომ მივიდე. current ხო, აგერ result view. ნინო, გიორგი, ანა, გიორგი. ანუ ეს მონაცემები არის ხა. ამ student after years-ში. არა ობიექტები, არამედ მარტო სახელები. ჩვენ შეგვიძლია მარტო ეს დავაბრუნოთ რაღაცა ასაკი. ანუ მარტო ასაკები იქნება ხა აქ. 21, 22, 25. ანუ რა მივიღე? მე გარდავქმენი და ამ სტუდენტების ლისტიდან მივიღე ისეთი კოლექცია, რომელშიც არის მოცემული მხოლოდ სტუდენტების ასაკი, ან მხოლოდ სტუდენტების სახელები. მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული როგორ გარდავქმნი. მაგალითად მე შემიძლია გარდავქმნა და რა დავაბრუნო, იცი? მოდი ისევ სტუდენტის ის დავაბრუნოთ. new student დავაბრუნო. ოღონდ სახელად იგივე კონდეს, სახელად რა იყოს იგივე, ხო? ესე იგი რა, student რაც იყო, ის სტუდენტი რაც იყო, ის კონკრეტული მაგის name და ასაკი კონდეს 10-ით მეტი, ხო? ესე იგი student age = 10. ეხლა კარგად დავუკვირდეთ. ესე იგი გარდავქმნი ხა მე ლისტს და ეს ლისტი ხომ აქვს? თითოეულ მათგანში ხო სტუდენტია? ჯერ ეს, მერე ეს, მერე ეს, მერე ეს, ხო? და ეხა მე გარდავქმნი და ავაბრუნებ ისეთ სტუდენტს, რომელშიც სახელი არის ის რაც ერქვა, ანუ ნინო, და ასაკად არის რაც იყო ასაკი პლუს 10. ანუ სტუდენტ არის ის მარტივად რო აგიხსნათ იმ იტერაციის დროს არსებული სტუდენტი. ანუ მარტივად რო ვთქვათ students index-ად i რო არის ის კონკრეტული მათგანი. აი ეგ არის, ეგ სტუდენტი. და ეხლა ჩვენ რომ გავუშვათ მოდი მაგალითად გავუშვათ. ეხლა ეს აიტემი აბრუნებს კონკრეტულად იმას student-ის objects უკვე, იმიტომ რომ მე აქ რადგან student-ის objects ვაბრუნებ, ესე იგი students after years არის enumerable კოლექცია,
რომელშიც არის ზუსტად 4 სტუდენტი, ოღონდ სხვანაირი სტუდენტები. ანუ კი, სახელი იგივე აქვს, ხა აქ იგივე დავტოვე. მაგრამ ასაკი არის 10-ით მეტი. მოდი გავუშვათ. სულ ავტორიაში მივიდეთ. 4 აკაუნტი, ესე იგი 4 ის არისო. 4 ის არისო, ეხლა ამას გადავიდეთ. Result views-თან მივიდეთ. აჰა, 4 სტუდენტი გვყავს, 0 1 2 3 4. და თითოეულ სტუდენტში ნახეთ რომ მივიდე. ნინო 31. აქ age და names რომელი არის თანმიმდევრობით მნიშვნელობა არ აქვს. მივიდეთ აქ გიორგი 32. ამასთან მივიდეთ ანა 30 და გიორგი 35. ანუ გარდაუქმენი ახლა სტუდენტები. ანუ ამ ლისტიდან, ამ ლისტზე მე ვმუშაობ და გარდაუქმნი ამებს თითოეულ მათგანს იმად როგორც მე მინდა. იგივე მოდი თუ გინდა ცოტა უფრო ისიც რო გავაკეთოთ item იგივე დავწეროთ აქ რა ესე რო გქონდა item.name და item.age გავუშვათ ნინო 31 წლის, გიორგი 38 წლის, ანა 30 წლის, გიორგი 35 წლის. აჰა. მივიღე ესეთი სტუდენტები, რომელიც 10 წლის მერე როგორც იქნებოდნენ. და ეს მივახციე select-ის საშუალებით. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. და მე მეთოდ სინტაქსს განახებთ ამისას. აბა თუ რამე კითხვა არის დაწერეთ აქ ჩატში. ეხლა მეთოდ სინტაქსი არის ცოტა სხვანაირი რა. პირდაპირ წერ ეგეთ რაღაცას. ეს ამას არ დავაკომენტარებ, ეს ისეს ეს გამომადგება და მოდი ამას დავაკომენტარებ. და ეხლა დავშლი ამას. ესე იგი რას ვაკეთებ? ესე იგი წერ students პირდაპირ ხო ეს ლისტია. წერტილი select ესეთი ის აქ უკვე პირდაპირ select ჭხილებს ხსნი. მერე ის კონკრეტული მათგანი უთრის მეტობა და აი აქ შენ წერ რად გარდაქმნა. შენ შეგიძლია დაწერო თუ კი მარტო სახელი გინდა students წერტილი name და მარტო სახელები დარჩება იმიდან. და თუ რაღაცა ის გინდა ახალი თუ გარდაქმნა გინდა, მაშინ ესე იგი ამიდან რად უნდა გადააქციო? ამ სიტყვაზე ნინო 21. აი ეს ლისტი გაქვს. აქედან რისი რა გინდა რომ მიაღწიო შედეგად. ნებისმიერი რამის მიღწევა შეგიძლია. ნებისმიერი. და მაგალითად შეგიძლია დააბრუნო ახალი სტუდენტი რომელშიც სახელი იქნება student წერტილი name რაც ქონდა იგივე, თორემ მე შემიძლია აქ ლაშა დავწერო და ყველას ლაშა ერქმევ ხა აქ. და აქ დავწერო student წერტილი age. აჰა. ზუსტად იგივეა. რა მე ეს უფრო მეარტივება რა ეს მეთოდ სინტაქსიო. პლუსათი არ დავმატე? მიცადე. ხო, არ დაიმატებია პლუსათი. ხო. აგე მივიღე ხა განსხვავებული სტუდენტები. აბა რა მithქო დაწერილი? არ არის. კარგი. მაშინ გავაგრძელოთ. ეს select-ი გავიკით, ხო? ესე იგი ნიშნავს გარდაქმნას. რაღაციდან როცა მინდა რომ გარდაქმნა. ეხლა რო დავაკვირდეთ. ხო, იგივე დავწერა. ორივე შემთხვევაში. მოდი და სხვა იმებზე გადავიდეთ.
მეთოდებზე. ოღონდ აწი დავწერ უფრო მეთოდ სინტაქს გამოვიყენებ. და query სინტაქსით მე თუ მოგინდებათ დასერჩეთ და ნახეთ. თითქმის იგივეა რა, ზუსტად. ეხა, სორტირება. დავუშვათ მინდა დალაგებას ზრდადობით. ოღონდ ზრდადობით ის მიხედვით, დავუშვათ ასაკის მიხედვით. ან ჯერო იყოს ანა, მერე იყოს ნინო, მერე გიორგი და მერე იყოს მეორე გიორგი. როგორ ვაკეთებ ხა ზრდადობით? წერეთ რაღაცას. ნუ var sorted შემიძლია დავარქვა ესეთი ცვლადი. Students წერტილი და აქ ეგეთი რაღაცა. Order by. Order by და order by descending. Order by აკეთებს ascending-ად დაალაგებს. ანუ ზრდადობით. დავუშვათ student თუ არის ეს ნიშნობა არ ახავს ხოლმე სახელს, მაგრამ student წერტილი age და დაალაგებს ხა ეს ზრდადობით. როგორ იქნება ზრდადობით? ცოტა ხანი რომ მივიდეთ ამასთან. ჯერ არ არის ეს გაკეთებული. იცოდე? აი აქ გავაკეთოთ. აქ არაფერი წერია ხო კოდი. კაი, მოდი ერთი for-ში გავაკეთოთ. for ესე და item-ი ხო გვაქვს და console write line item.age დავწეროთ. და რა ვიპირდაპირ აქაც შემიძლია დავწერო. და ნახოთ აბა რა მოხდება. sorted-თან რომ მივიტანოთ. აჰა. ესე არის ხო? და რომ მივიტანოთ ეხა აქ ანა არის 20 წლის პირველი. მერე მეორე არის ნინო 21 წლის. მერე არის გიორგი 22 წლის და მერე არის მეორე გიორგი 25 წლის. და ასე ვთქვათ აქაც დაგვიწერა ხო ეს for-ჩმა. ეგეთ რამე დაგვიწერა. როგორც ეს არის დალაგება ზრდადობით, ასევე არის კლებადობითაც. აი ესე. ეს აღარ მინდა პირდაპირ გავუშვათ. ამ შემთხვევაში მივიღებ პირიქით. 25, 22, 21, 20. ანუ ეს იქნება დალაგებული. მაგალითად, თუ მინდა ზრდადობით თუ მინდა ალფაბეტის მიხედვით დალაგება, ამ შემთხვევაში order by-ს გამოვიყენებ ზრდადობაზე როცა მინდა და student წერტილი name. და აი ხო გქონიათ ანუ სადღაც მონაცემები როცა გროვდება ხოლმე ადამიანების ყოველთვის ალფაბეტურად არის დალაგებული. და ეს order by აკეთებს მაგას. 20, 22, 25, 21, ხო? ესე იგი ჯერ ანა დაწერა, ხო? ანა გიორგი მერე კიდე გიორგი და მერე ესა ნინო. ხო, ესე დაგვიწერა. ხო, ესე იგი order by და ეს მეორეც ზრდადობა კლებადობა არის. ანუ არაფერს არ ცვლის, უბრალოდ ან ზრდადობით ალაგებს, ან კლებადობით. კიდე არის then by. ანუ როგორ რაღაცა იცით? დავუშვათ, ხო არის რომ ალაგებ ზრდადობით, ხო? აი ალფაბეტის მიხედვით ალაგებ. და ალფაბეტის მიხედვით რო ალაგებ, მერე ეს ალფაბეტის მიხედვით რაც არის, ეს რო დაალაგო ასე ვთქვათ, ასაკის მიხედვით ზრდადობით. then by დავუშვათ ეს წერტილი ასაკი. და ეხლა რო გავუშვათ
item მოდი ყველაფერი დავაკონსტრუქოთ აქ. item წერტილი name და item წერტილი age. ანა 20 წლის, გიორგი 22 წლის, გიორგი 25 წლის, ნინო 21 წლის. აი ეს. ეხლა ნახე როგორ რაღაცა არის. then by ნახე როგორ რაღაცა იყო, აქ რო 25 მეწერა, 25 რომ მეწეროს და აქ 22 რომ მეწეროს. ამ შემთხვევაში ნახე როგორ იქნება? ანუ დალაგებული არის ანუ რაც არის ალფაბეტით ეგ ყოველთვის დალაგებულია და მერე ლაგდება უკვე რაც არის საერთო ამათ შორის დადდება მერე ასე ვთქვათ ზადობით. ასაკის მიხედვით რა. ანუ დაალაგა ზრდადობით ალფაბეტურად სახელებზე და მერე რაც არის დავუშვათ გიორგი ხო ორივე გიორგია. ერთი 25 წლისგან მეორე 22 და მერე ალაგებს ასაკის მიხედვით. და ამ შემთხვევაში უკვე გიორგი ჯერ ზემოთ აღმოჩნდა ეს 22 წლის გიორგი და მერე აღმოჩნდა მეორე გიორგი. ეს ეგეც გვაქვს then by. როგორც then by არის, ისე არის then by descending. რო ლებადობით რო ალაგებს. ეს then by აუცილებლად არის დაკავშირებული იმასთან, რა ქვია. ანუ ჯერ order by უნდა იყოს, რომ მერე then by იყოს. ესე პირდაპირ then by მე მგონი არ არსებობს. აბა დავწეროთ. ხო, then by პირდაპირ არ არის. აუცილებლად უნდა მიებას orders. order by. თვითონ სიტყვას განიშნებს რა. then by. კიდე არის count. წენა count-ი არის თქო. დავუშვათ students წერტილი count. ნახე ეს count არის ლისტის count. ეს არის linki. Linkis method. Get the numbers of elements contains in the list რა. აი ეს. Returns the number of elements in a sequence. ეს არის უკვე linkis. ეს იყო ეს count-ი არის listis, list sequence-ის ეს count-ი. და ეს არის linkis. ანუ ყველა კოლექციაზე აკეთებს რაოდენობის პოვნას. აბსოლუტურად ყველა. გინდ massive იყოს, გინდ list-ი, გინდ dictionary, გინდ enumerable, იმიტომ რომ enumerable-ს წევან ხო ვთქვით, რომ links და რაღაც არ აქვს, მაგრამ ეს count-ი აქვს. Linkis მეთოდი აქვს. Links აქვს ეს იმის პოვნა. და ეს ბრუნდება ახლა რო დავაკვირდით, ახლა ეს count-ი ხო აუცილებლად int-ს დააბნებს. ნახე, int-ი. ეს დარგით ესე უნდა იყოს. გავუშვით ნახოთ. ხო, აიო, დავუწერა 4. აბნებს int-ს. ასე რომ მაგალითად აი ამის დაწერა, აი students წერტილი count-ის ცვლადში შენახო თუ კი დამჭირდება, მე მაგალითად int-ს გამოვიყენებ. რაოდენობა თუ არის ესე დავწერდი. და მე დავპრინტავდი ამას. აი ეს. ესე შემიძლია. შემიძლია ვარითაც გამოვიყენო. მოიჭი შემოვიდე ნახო. კითხვები არ გაქვთ? აბა ცოტა ხანი დავჭე. აჰა, კარგი. კარგი სოფია. გავაგზავნოთ. count-ი აბრუნებს რაოდენობას, რა თქმა უნდა, list-ში რამდენი ელემენტია. ან list-ში, ან ზოგად კოლექციაში. ეხლა კიდე არის 3. 3 წინაზე რო ვახსენე massive-ზე იყო, list-ზე რო იყო. 3 როცა თქვი აჯამებს თქო. ის list-ს არ ქონდა. ის ქონდა ყველა კოლექციას. მაგიტო links არაფერი არ ვახსენეთ ეგან წინაზე. students წერტილი 3. აი ეს.
უბრალოდ რა თქმა უნდა ეხლა 3 როცა მაქვს მე ეს არის თვითონ ეს ლისტია რომელშიც არის სტუდენტები და სტუდენტებს ვერ დააჯამებს ის დააჯამებს მარტო რიცხვებს ან ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ დავაჯამოთ სტუდენტების ასაკები და შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ აქ დავუშვათ ესე და ეს წერტილი age და ამას დააჯამებს კი ბატონო ეხლა აქ ესიც პირობისად დავწერე შემიძლია ნებისმიერ დამეწერა ეს შემიძლია პირდაპირ დავპრინტო კიდევაც ესე და მივიღებ 21 22 25 ხო 88 ჯამი არის 88 ესე ვიპოვე ანუ ჯამი და რისი ჯამი ეს სამი ყოველთვის int-ს ემსახურება computes the sum of the sequence of int values და წეგან მაგიტო დაგვიარორა რომ სამი როცა ანუ ჯამი როცა გინდა რომ გავიგო მე რანაირად დავაჯამებ კონკრეტულად სტუდენტს ესე ხო ვერ მივუმატებ ერთი მეორეს მე შემიძლია მივუმატო სტუდენტის ასაკი ასე რომ ესეთი რამე არის მაგრამ თუ არის ისეთი ლისტი რომელშიც მარტო რიცხვები ყრია მაშინ პირდაპირ 3 საკმარისია მაგალითად როცა მაქვს ლისტი უდრის და პირდაპირ რა 1 2 3 კაი new list ჭირდება ხო დავავშთე სინტაქსი int new list int აჰა ხო მაქვს ამაზე უკვე პირდაპირ 3 გვაქვს values წერტილი 3 აი ეს რო არის აი ეს პირდაპირ შეგიძლია იმიტომ რომ ყველა რიცხვია და შეაჯამებს პრობლემა არ არის მაგრამ ამაზე ვერ იზავდა იმიტომ რომ ეს სტუდენტია და სტუდენტს ვერ მივუმატებ როგორც 3-ზე არის იგივე არის average-ზეც ის ზუსტად იგივეა რა მოდი აღარ დავწერე უბრალოდ average გვაქვს რა average კიდე მაქსიმალური maxi გვაქვს აი დავუშვათ ამ სტუდენტებიდან მაქსიმალური ასაკის რომელი არის student წერტილი max ეს წერტილი age და იპოვე ყველაზე მაქსიმალურ იმას რა ქვია მაქსიმალურ სტუდენტის ასაკს 25 ეს ყველაზე დიდი 25-ის სტუდენტი გყოლია ხო კიდე რა გვაქვს კიდე გვაქვს რა მნიშვნელოვანი რა first და first or default first და first or default ესეთი მეთოდები გვაქვს ეხლა რა არის first პირველი ხო ანუ მიბრუნებს პირველ მონაცემს რომელიც რაღაცა აი მაგალითად ეს ყველაფერი ჩვენ ლოგიკაზე დამოკიდებული მაგალითად დამიბრუნე პირველი ადამიანი ამ ლისტიდან რომელიც არის ასაკით 20-ზე მეტი და დამიბრუნებს ნინოს პირდაპირ თუ ვეტყვი დამიბრუნე პირველი ადამიანი რომელიც 21 წელზე მეტია დამიბრუნებს გიორგის პირდაპირ ანუ პირველი რასაც შეხვდება იმას დააბრუნებს მარტო მაგას მარტო პირველი აინტერესებს ერთს დაინახავს მორჩა მაგას დააბრუნებს ანუ შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა var result უდრის students წერტილი first უნდა უთხრა პირობა არის მიხედვით ანუ ესე ნუ ეს უბრალოდ წერ და დავუშვათ ეს წერტილი age თუ კი არის მეტი 21-ზე და ეგეთი მიპოვა ანუ
მოვა პირველ სტუდენტს დამიბრუნებს, რომელიც მაქვს 21 წელზე მეტი ასაკის. აბა დავპრინტოთ რეზულტატი. დავპრინტოთ რა. დავპრინტოთ results წერტილი name-ი. იმიტომ რომ ეს ხო სტუდენტია. First რადგანაც არის აბრუნებს პირველს. ანუ პირველ სტუდენტს. ეს რეზულტატი არის student ტიპის. და ჩვენ ვნახოთ ახლა მივიღებთ გიორგის. ესე პირველი ვინც ნახა, აქ არის გიორგი. ნამდვილად გიორგი არის 25 წლის. მოით უნდა რომ გავტესტოთ მაინც. რეზულტატი age-ი დავწეროთ. და თუ კი 25 ამოვაკლო, ესე იგი ეგ არის. კი. ეგ ამოვაკლო ზუსტად. მაგრამ რა ხდება მაშინ თუ კი ვერ ვიპოვე ეგეთი? მაგალითად ისეთი ასაკი, რომელიც არის 28-ზე მეტი. ეგეც ხო ვერ ვიპოვე. რა მოხდება? ამოვარდა ერორი. Exception sequence contains no matching element. First-ი თუ კი ვერ იპოვის პირველ ეგეთ ელემენტს, აბრუნებს errors, რომ ეგეთი ელემენტი არ გვაქვს. და როგორ მოვიქცეთ? first-ი არის ასე ვთქვათ, თლად კარგი მეთოდი არ არის, იმიტომ რომ თუ კი არ ვიცის ზუსტად არის თუ არა ეგეთი ელემენტი. მაშინ შეიძლება error-ზე გავიდე. ასე რომ არსებობს ესეთი მეთოდი first or default. ზუსტად იგივე საკეთებს, ოღონდ თუ კი ვერ მოძებნა ეგეთი ელემენტი, მაშინ რეზულტატში სვავს default მნიშვნელობას. რაც აქვს. აი განახებთ ახლა. First or default. აი ეს. ესე იგი უნდა დააბრუნოს ან student-ის ობიექტი, ან კიდე არაფერი. ანუ თუ კი როცა არის საუბარი student-ის, ანუ როცა არის საუბარი ობიექტზე, ამ შემთხვევაში student-ის ობიექტზე. თუ კი student-ის ობიექტი არ არის, default-ად არის null. Null, არაფერი. Null. ეგეთი ის არის. არაფერი. მაგალითად რო ყოფილიყო საქმე ანუ ანა დაებრუნებინა რიცხვი ან კიდე რაღაცა, მაშინ მისი default მნიშვნელობა იქნებოდა 0. ტექსტზე იქნებოდა ცარიელი string-ი. და ასე შემდეგ. კლასების შემთხვევაში თუ კი კლასი არ არის, მისი default მნიშვნელობა არის null. ანუ null არის რა? Null არის ისეთი რაღაცა, რომელიც ობიექტი არ არის. მისამართს რო არ შეიცავს. მეხსიერებაში. Null არაფერი. აქედან გამომდინარე, ნახე, როცა first order default წერ ხა მე ხო არ ვიცი რა ბრუნდება აქ. ბრუნდება ნამდვილად ის ჩემი სტუდენტი, თუ ბრუნდება არაფერი. და მე როცა აქ წერ უნდა დავწერო ტიპი, მე თუ დავუშვათ student tips. Student. თუ ვამბობ რომ სტუდენტი ბრუნდება თქო? ну ამ შემთხვევაში კი ან ეს სტუდენტი მაქვს და ეს ან null იქნება, ანუ არაფერი იქნება, ან ნამდვილად სტუდენტი იქნება. მაგრამ რაღაც მომენტებში ვარს მაშინ ვიყენებ ხოლმე, როცა არ ვიცი რა ბრუნდება, რა მონაცემები ბრუნდება, რა ტიპის მონაცემები ბრუნდება. ამ შემთხვევაში კი ეს მე მგონი არაფერი არ დაშავდა, სულ სტუდენტი დამეწერა, მაინც იზავდა, იმიტომ რომ თვითონ ეს კლასის სტუდენტი და ზოგადად კლასები რა არის nullable ტიპები რა. Nullable ნიშნავს იმას, რომ შეუძლია მიიღოს null-ის მნიშვნელობაც, ანუ არაფერის მნიშვნელობა. მაგალითად, შემიძლია დავწერო აქ student-ის ობიექტი. უბრალოდ student-ის ობიექტი დავწერო. უდრის null-ს. ეგეთ რამე შემიძლია დავწერო. ანუ არის ისეთი ანუ კლასებს შეუძლიათ ესეთი რამეს მიიღება, null-ის მიიღება. მაგრამ int-ს მაგალითად არ შეუძლია რომ მიიღოს. int number-ი უდრის null. ეგეთ რამე ასე ვთქვათ არ არის.
int-ზე არ ხდება. value ტიპებზე ნალი ვერ მიიღება. reference ტიპებზე მიიღება ნალი. ანუ არაფერი. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გინდ სტუდენტი დამეწეროს, გინდ ვარი დამეწეროს. მაგრამ როცა ისეთი სიტუაციაა, რომ აი მაგალითად დავუშვათ რა. ეს first order default ხო შემიძლია რომ ვიპოვო. მოდი ჯერ ეს გავაკეთოთ. განახოთ ამის მაგალითი და მე დავუბრუნდები ამ მაგალითს, მე რაზეც მინდოდა. ეგ დამიბრუნე ისეთი მონაცემები, რომელიც 28-ზე მეტია 100-ი, ხო? რას დამიბრუნებს? არაფერს არ დამიბრუნებს, ხო? ნუ ეხლა აქ ერორი ამოვარდა. იქიდან გამომდინარე, რომ რეზულტატი, როცა დავპრინტე რეზულტატილი age, ეს რეზულტატი ხო არ ვიცი რა არის. იქება ნალია, ხო? ასე რომ თუ კი ეგეთი რამე არის, აქ უნდა შევამოწმო აუცილებლად. რომ თუ კი რეზულტატი ნალს არ უდრის, მაშინ დამიფრინდე. და ამ შემთხვევაში არაფერი ერორი არ მომიგდო, ხო? ანუ first order default, ესე იგი თუ კი მიპოვის ეგეც პირველს, კი ბატონო, მიიღო, მაგრამ თუ არ იპოვის, არის ნალი. ამ შემთხვევაში ნალი, იმიტომ რომ ან სტუდენტი უნდა დაებრუნებინა და სტუდენტი თუ არ აბრუნდება, მაშინ ბრუნდება ნალი. და ეხლა მოდი ის გავაკეთოთ რა. ეს first order default გავაკეთოთ სხვა რამეზე. დავუშვათ მაქვს ლისტი. წერა ხომ მქონდა ლისტი რაღაც. აი ეს ლისტი მაქვს. და მინდა რომ ვიპოვო პირველი ლუწი რიცხვი. ხო? როგორ დავწერდი? ეს var მოდი პირდაპირ int number უდრის values რაც არის აქ სვადი სახელი values წერტილი first or default ან first პირდაპირ რა ვიცი first or default რავი დავარქვათ nami პარამეტრად რა მნიშვნელობა აქვს სადაც nami არის nami ხო კონკრეტული რიცხვია ესე იგი nami თუ არის ლუწი ხო ესე იგი პროცენტი 2-ზე თუ უდრის 0-ს ხო ეგრეა ეხლა ამ შემთხვევაში რას ვიღებ ხო თუ კი ვერ ვიპოვე აი ამ შემთხვევაში ხა კი ვიპოვე მიიღება ორიანი ხო ორიანი იქნება პირველი ლუწი რა უნდა ეს ამინდა გავუშვოთ ხო მივიღე ორიანი პირველი ლუწი მე რო არაფერი არ მქონდეს ეს ორიანი რო არ მქონდეს და არც ოთხიანი არ მქონდეს ამის default მნიშვნელობა იქნება 0 ანუ ამის თქმა უნდა value ტიპებზე იქნება default მნიშვნელობა numbers ანუ 0-ია ну მივიღე შეცდომა ხო სიამბულეში ხა შეცდომაში ასკულის ხო ანუ ლუწი მინდოდა რომ დაებრუნებინა პროგრამას და მივიღე ასე ვთქვათ 0 ანუ ცისველი ხო მაგრამ ნუ default მნიშვნელობას აბრუნებს ეს ჩვენი first or default მეთოდი first-ისგან განსხვავებით ბევრად უფრო სანდოა იმიტომ რომ first-ი პირდაპირ error-ზე გავდივართ პირდაპირ და first or default-ი არა default მნიშვნელობას აბრუნებს და მე შეგვიძლია შეამოწმო რაღაცები ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა first or default კიდე იგივე არის last-ი და last or default-ი ზუსტად იგივეა ოღონდ ბოლოზე აკეთებს რა შეგიძლიათ გატესტოთ მე აგერ last-ი და last or default ეს კიდე არის კიდე რა შეიძლება იყოს
დავფიქრდეთ. მოდი ჯერ ეს იყოს ამ ლექციისთვის. ეს მეთოდები. და შემდეგ ლექციაზე, ანუ ხვალ გავიაროთ ესეთი მეთოდები. Group by დაჯგუფება. Any, all, join, ძალიან საინტერესოა join და ძალიან მნიშვნელოვანი. Group by any, all, join, singular კიდე. და რა ვიცი. მე მგონი მეტი მნიშვნელოვანი არც არის. ისა, distinct კიდე. distinct შემიძლია პირდაპირ გითხრათ. უბრალოდ distinct არის ესეთი მეთოდი, რომელიც უნიკალურებს ტოვებს. ანუ აშორებს დუპლიკატებს რა. მაგალითად, ეხა აქ მე თქვა რომ უნიკალური სახელები დამიბრუნდეთ, ხო? ერთ გიორგის წაშლიდა. ანუ მარტო იქნებოდა ნინო, გიორგი, ანა. ეგეთი რამეები არის. ასე რომ აქამდე მოდი ჯერ ეს მეთოდები შევისწავლოთ კარგად და ამის query სინტაქსიც ვნახოთ. მოვიძიოთ. ზოგადად შეგიძლიათ თქვენც გატესტოთ query როგორ გააკეთებთ. და რა მე ძირთად მეთოდ სინტაქსს წერ ხოლმე, ბევრად უფრო მიმარტივება და ბევრად უფრო კარგიც არის ჩემთვის. აღსაქმნელად. აბა შემოვიხედო აქ ჩატში. ისევ დუმხართ. დღეს ცოტანი ვიყავით და თან ხმის ამოღების არავინ არ არის. ასე რომ ესეთი ლექცია გამოგვიდა. აბა თუ არ გამეკითხვა, ბოლო ჟამს გისმენთ. ხო. კაი. მაშინ თუ კითხვები არ არის, მაშინ დავამშვიდობოთ ხვალამდე. ან ხვალ ჩობოთ ხუჩობათია, ხუჩობაც ჩობოთ ჩაგვიტარდება ლექცია. მინდოდა დასვენებისეც მე თქვა. სამშაბათს არ ვისვენებთ 30-ში. პირველში ჩობოთ ვისვენებთ. და მერე ჩობოთ გაგზელდება რა. ასე რომ ხუჩობაც დავისვენებთ, შემდეგ ხუჩობაც. ნუ მარტო ერთი ლექცია გაგვიცდება რა. კაი, მაშინ დაგემშვიდობებით თუ კითხვები არ გაქვთ და დროებით ხვალამდე. ნახვამდის დროებით გეკავ.